საღამომშვიდობის მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, ძალიან ემოციებით დატვირთული და შთაბეჭდილებით ავსებული ადამიანი დღეს საღამოს. მართალია, ხედი არ არის კარგი, მხოლოდ მე მხედავთ, მაგრამ დღეს ისეთ ადგილებში ვიყავით და ისეთი ინფორმაციები მივიღეთ და ისეთი რაღაცები, რომ ნამდვილად არ მქონდა იმის რომ შემოგერთებოდით და იმ ადგილებიდან საიდანაც მინდოდა რომ დაკავშირებოდით, დაჭერა არ იყო. აქედან გამომდინარე, ეხლა გიერთდებით ჩემი მანქანიდან და სურათები დავპოსტებ Facebook-ზე. რა ლამაზი არის, მოკლედ სვანეთი და ხო, ან სვანეთი მთლიანად ძალიან ლამაზია. ეხლა მესტიაში ვარ, ხვალ ალბათ უშკულში ავალთ, ალბათ კი არა და ყველა შემთხვევაში უშკულში ავალთ. და ჩემი შთაბეჭდილებები სვანეთთან ეხლა მინდა გაგანდოთ რა. მე ხომ საქართველოს ყველა კუთხეში ყოფილ ვარ დღემდე. და აი დაგვირგვინდა ისიც რომ საბოლოო ლუკმა, ესე რომ ვთქვათ, შემოვინახა სამყარომ სვანეთი. ახლა მოგიყვებით მერე კიდევ ამ ლაივში თუ რატომ შემომინახა საბოლოო ლუკმა სვანეთი და რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რა. ესე იგი, საქართველოში სადაც არ წავედი, ყველა კუთხეში ხომ ძალიან ლამაზი ბუნება არის რა, სხვადასხვანაირად ლამაზი ბუნება და როდესაც სვანეთში მოვდიოდი, აი რას გრძნობდი, ნახეთ, შინაგანი განწყობა ესეთი იყო, რომ ჯერ ის რომ არ მივდივარ პირველად სვანეთში, თუმცა პირველად მოვდივარ სვანეთში. ხვდებით? მეორე ის რომ მთები რაჭაში რომ მიდიხარ, იქაც ძალიან ისეთი ის არის რა, ძლიერი, მაგრამ სვანეთში რაღაცნაირად სხვანაირად განსაკუთრებული მთებია. მე რას გრძნობ ახლა სვანეთის მთებში, იცით? სვანეთის მთებში იგრძნობა სიმტკიცე. რაჭის მთებში იგრძნობა აი რაღაცა ახალი თითქოს ესეთი ის არ არის, მტკიცი არ არის რა. იქაც დიდი მთებია და შეგიძლია იმოგზაურო, მაგრამ აი სვანეთის მთებში ძალიან საყურადღებო რაღაცა არის, რომ როგორი რამეა, იცი? აი თითქოს შეშონის სვანების ხასიათსაც. მტკიცე. აი ერთი ფეხი თუ დაგიცდა, всё, წასულია შენი საქმე. ძალიან ძლიერი ბუნება არის, რაღაცნაირად, აი გიგონება ისე გრძნობ თავს, რომ შენც უნდა იყო მტკიცე, თუ არ იყავ მტკიცე, წაგიღებს წყალი. ხო და საქმე რაშია, იცით, ახლა მეგობრებო, მე ახლა რას ვუკვირდები? მე ვიყავი მუზეუმში, მესტიის მუზეუმში და ძალიან საინტერესო ქალბატონი გავიცანი, ქალბატონი დალი ფალიანი, მგონი სწორად მახსოვს გვარი. ამ ქალბატონთან მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, იმ თემებთან საუბარი, ეს ქალბატონი აღმოჩნდა, რომ გარკვეული არის ქართულ ანბანში და რა თქმა უნდა, მუზეუმში მუშაობს და იქ ძალიან საინტერესო თემები გაიხსნა და ამ ქალბატონთან საუბარში აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ სვანეთი თავის ენას კარგავს. არავითარ შემთხვევაში, აი მე რა მინდა რომ გაგაფრთხილოთ რა, ან როგორ მინდა გაგაფრთხილოთ, რა უნდა გაგაფრთხილოთ, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ სვანური ენა უნდა შემოვინარჩუნოთ. ანუ არ უნდა გაქრეს რაღაცა ისეთია რა. უფრო კარგია რომ თქვათ, რომ სვანური ენა არის ძალიან დიდი ენერგიის მატარებელი ენა. სვანურ ენაში თითქმის ყველა გასაღები გვაქვს. მნიშვნელოვანი ენა არის ქართველებისთვის, ანუ სრულიად საქართველოსთვის, ხო, ეს საქართველო ხო ერთი იყო, ყველანი მეგრელები, სვანები, თუშები, ხევსურები,
რაჭველები, რა ვიცი, ყველა მხარე რაც კი იყო, ხო, საქართველო ერქვა, ხო, ეს ახლა ქვია საქართველო. საქმე იმაში, რომ სვანურ ენაში ძალიან ბევრი გასაღები დევს, რომელიც არა მხოლოდ როგორც ენა ისეთი მნიშვნელოვანია, არამედ როგორც სვანური ენის გამოთქმები არის მნიშვნელოვანი. ნახეთ, ჩვენ ამდენი ასობგერაც დაკარგული გვაქვს ქართულ ენაში. იმდენი ასობგერა ხმოვანი, თანხმოვანი სვანებს შემონახული აქვთ. აი ესენი რომ აღვიდგინოთ, აუცილებელი არის ჩვენ მოვისმინოთ ხშირად ეს ენა, ანუ ეს ენა რა, ამ ენით ვისაუბროთ. არა მხოლოდ მოვისმინოთ, ვისაუბროთ კიდეც. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ენით ვისაუბროთ, ვიცით? ნახეთ, ჩვენთან ქართულად, ქართლში დაკარგული არის ეს მნიშვნელოვანი ხმოვნები, როგორც ეს აი ყელის მიერი ნათქვამი. შეიძლება ეხლა აი თქვენ რომ გამოთქვათ, უცნაურად გეჩვენებოდეს, უხერხულად იგრძნო თავი და რაღაცა, ქალბატონ დალისთან ვივარჯიშეთ და ძლივს გამოვთქვი ერთხელ და ამ შემთხვევაში ანუ ვიგრძენი რა ცვლილებები არის სხეულში. მაგალითად, თუ შენ აი ამ ყელის მიერ ყს გამოთქვამ, როგორც ამბობენ, თქვათ ხვამლის მთა კი არა, ხვამლის და ხვამლის და ყთიც არა რა, აი ყელის მიერი ხთი ამბობენ ამ სიტყვას. ამ სიტყვას და ასე საუბრობდა ყველა ჩვენი მეფე, რო იცოდეთ რა. ნებისმიერი შუასას იქამდე სანამ ეს 5 ასობგერა დაიკარგებოდა, მანამდე ყველას შეეძლო ეს ამ ასობგერების გამოთქმა. ყველა ადამიანს ჰქონდა გამართული სხეული. როგორც კი დავკარგეთ ეს ასობგერები, სხეულიც მოიღუნა. რატო ეხლა გეტყვით რა? ნებისმიერი ქართული ასობგერა, ეს იციან მეტყველების მასწავლებლებმა. მე მეტყველებას გავდიოდი და უბრალოდ ზარმაცი ვარ, არ ვმუშაობ, იმიტომ რომ ხშირად ჩემი თავის დამიჭერია, რომ ცხვირში ვლაპარაკობ და ქართველი, რომელიც ცხვირში ლაპარაკობს, ესე იგი არ ლაპარაკობს სწორ ქართულს. მაგრამ ზარმაცები ვართ, გავზარმაცდით. ყველა მეტყველების მასწავლებელმა იცის, სხეული თუ გამართული გაქვს, ქართულ ენას სწორედ საუბრობ. და შეგიძლია ნებისმიერ ასობგერა გამოთქვა კარგად, გამართულად. და პირიქით, თუ სხეული არის დაშლილი, ქართული ასობგერების მეტყველების გამართვით, ანუ მეტყველების გამართვით სხეულიც იმართება. ეს როგორ ხდება, ახლა გეტყვით რა. აი უბრალოდ დაჯექით სკამზე და დაიწყეთ ანიდან და გამოთქვით სწრაფად და დააკვირდით, რომელი სხეულის რომელი ნაწილი მუშაობს. მერე ბ ოღონდ მკვეთრად და კარგად გამოთქვით. ნახავთ, რომ სულ სხვა ადგილი მუშაობს სხეულის. გ-ზე სულ სხვა ადგილი მუშაობს და აი ეს მთელი დიაფრაგმები მუშავდება, მთელი სხეული კუნთები მუშავდება და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქართულად სწორად მეტყველებს, ის მოღუნული ან ესე გადახრილი დაჯდეს, ან კუზი ქონდეს, ან წელის ტკივილი ქონდეს, არ არსებობს რა. ამიტომ მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ ჯერ კიდევ ის ენები, რომლებიც შემორჩენილი გვაქვს, თუნდაც სვანური, თუნდაც მეგრული, თუნდაც ლაზური, თუნდაც ჭანური, თუნდაც რომელი იყო კიდე გამორჩა, ვერ ვიხსენებ, ქართული და კიდე ერთი იყო. აი ეს ენები აუცილებლად უნდა აღვადგინოთ რა. რატო უნდა, ანუ გავიხსენოთ. რატო უნდა გავიხსენოთ, ახლავე გეტყვით კიდევ მერე. დავამატებ ამას. ჯერ ერთი ის, რომ ენებს მნიშვნელოვანი ენერგია ემატებათ, როდესაც მათ სწორად და გამართულად გამოთქვა. სწორი და გამართული ასობგერები არის ძველ ქართულში. არ გვხვდება ჩვენ ახალი ასობგერები. აი მე ხომ გითხარით, ქრისტესთან საუბარი თუ გინდათ მეთქი, აუცილებლად ძველი ქართულით უნდა ილაპარაკოთ თქო.
თუ ქრისტესთან საუბარი გსურთ, ახალი ქართულით ვერ წარსდგებით მის წინაშე რა. სასაცილოები ვიქნებით და იმედო. მე მახსოვს ახლა იმდენად ადამიანის გონება იმდენად გამორეცხილია უკვე რომ როდესაც თამარის სცენარზე ვეძებდი მსახიობებს, ერთ-ერთი გამომეხმაურა და რაღაცა როლი უნდოდა რა და ის როლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლია, არც ყველა პირდაპირ უთხარი და ტექსტი უთხარი რომ აი მეთქი ამ ენაზე სვანური კილოთი გამომითქვი და გამომიგზავნე მეთქი თუ შეძლებ. იმდენად გაღიზიანდა ეს ადამიანი. გამომლანძღა, დამცინიო, ჯერ რატო ვაკადრებდი დაცინოს, ხო? ეგონა რომ დავცინოდი. რა აგრესია დაემართა მე ეგ არ ვიცი. ძალიან არ მოეწონა რომ თამარ მეფის ფილმი შეიძლება ასეთი ენით აღდგეს და ასეთი ენით გადაიღო და საბოლოო ჯამში დამბლოკა ამ ადამიანმა. ხვდებით რა სად გვაქვს საქმე? საქმე იმასთან გვაქვს რომ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია რომ ჩვენი მეფეები ესე კი არ საუბრობდნენ როგორც დღეს ჩვენ ისევ საუბრობთ და ისიც ხო დაალბეს და ლებით და ლილილი ესე კი არ საუბრობდნენ ხალხო ესი ძერსკულად ჩვენი მეფეები საუბრობდნენ გამართულად და მკვეთრად. თუნდაც მოგეჩვენოთ ეს უცნაურად, ხო? ეგრე იყო საჭირო. ამიტომ იყვნენ ძლიერები. დასუსტდა ენა, დასუსტდა საქართველო. მე დღეს ისიც გავიგე, რომ ჭორები, რომელიც თამარ მეფეზე დადის, რომ სვანებს ეზიზღებოდათ თამარი და ასე და ისე, არ ყოფილა მართალი და ეხლა გეტყვით რატო. ზეპირსიტყვიერების გადმოცემის მიხედვით, სვანებში არის ესეთი მომენტი. როდესაც დავით აღმაშენებელმა სრულიად გააფუჭა სვანების ურთიერთობა გარე სამყაროებთან, აი როგორც არის ბიზანტიასთან და ასე შემდეგ, და ეს უღელტეხილი გახსნა და მთლიან დაშალა რაღაც სისტემა, რომელიც აქამდე აწყობილი იყო, მანამდე უფროსწორად აწყობილი იყო, ძალიან გაბრაზდნენ სვანები ამაზე და ამიტომ გადაკეტეს მთლიანად მათი გზა ქართველი მეფეებისთვის. ხდება ასეთი მომენტი მე-12 საუკუნეში, როდესაც თამარ მეფე მოდის სვანეთში, თამარ მეფეს სვანები არ უშვებენ სვანეთში და მოუხდება ესეთი საკითხი, ანუ გარჩევა სვანებთან და მიუხედავად იმისა, რომ თამარი იყო მეფე და სრულიად საქართველოს მეფე, თამარი სვანების წინაშე იხდის ბოდიშს და მუხლის ჩოქით სთხოვს პატიებას, რომ მისმა წინაპრებმა, რომლებმაც ასეთი შეცდომები დაუშვეს სვანების წინაშე, თქვენ იცით რომ მთაში ძალიან ძნელად შედიოდა ახალი გავლენები, ხო? ახალი გავლენები იყო ის სხვადასხვა რელიგიების მიერ შემოსული გავლენები ადამიანების დამორჩილების მიზნით რომ იყო შემოგდებული. აქედან გამომდინარე, თამარი სვანებს უხდის ბოდიშს, მუხლებზე იჩოქება და სვანები ამის შემდეგ თამართან კარგ ურთიერთობაში არიან. ისეთ ურთიერთობაში არიან, რომ ყმად ნაფიცებს ანუ გამოუყოფენ მას და თამარს სულ ყოველთვის თან ყავდა სვანი ყმად ნაფიცები, ხო? ერთგულად ნაფიცი ხალხი. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ასეთი კარმული ვალი, რომელიც ჰქონდათ ქართველ მეფეებს და სხვათა შორის ეს ძალიან გავრცელებულია, რომ თითქოს და ბაგრატიონები იყვნენ ბაგრატუნიანები, რაც არასწორია. ბაგრატუნიანები არ ყოფილან, ბაგრატონიანები იყვნენ და ბაგრატონიანები არიან მზის შვილები, როგორც სვანები არიან მზის შვილები, ასე სვანურ ენაში ეს ჩანს კარგად, რომ ისინი მზის შვილები არიან. აქ იყო ჰელიოსზე საუბარი, ჰელიოსი კიდე არის ელვა და ელვა სინათლეა, ხომ? აი საინტერესო
გასაღებები აქვს სვანურ ენას, ზუსტად ისეთი, რომელზეც ჩვენ ვართ კვალ და კვალ სიდონები რა. ანუ თითქმის გამოდის, რომ სვანური ენა სიდონების კვლევას ქართულ ანბანზე, ქართულ ლექსიკონში და ქართულ ასობგერათა წყობაში გვეხმარება და თითქოს და გვიდასტურებს იმას, რომ ნამდვილად ის, რაც დარღვეულია ქართულ ენაში, სვანური ენა მართავს. ანუ გამართავს, ხო? მართავს. მართალი გითხრათ, ახლა გულინ უნდა წხდებათ მეგრელებს, იმიტომ რომ მეგრული ენა ჯერ არ ვიცი და არ შევხებივარ მე მაგ სამარგალოს რანაირად და რა გასაღებები აქვს, მაგრამ აუცილებლად ექნება გასაღებები მასაც, მაგრამ ჯერჯერობით ახლა როგორც გითხარით, რომ ყველგან ვიყავი თითქმის და ყველგან არის ძალიან საინტერესო მხარე, მაგრამ სვანეთი არის აი საბოლოო გვირგვინივით. ხო? აქ რომ ამოვედი, ძალიან ბევრი რამე დაცხრა. ანუ 9-ში გადაიზარდა, გესმით? და 9-ზეც იყო საუბარი. 9 კლიტული გავიარეთ, 9 მთას იქით გადავედით, 9 თვალა მზე გავიცანით, მოკლედ 9 არის უსასრულობა და ბევრი. ანუ უამრავი. უსასრულო უკვე 9-ში გადაზრდილი. ასევე ამ საკრალური მნიშვნელობით აქვს სვანებს ძალიან მნიშვნელოვანი 9 სხივიანი ბორჯღალი და ასე შემდეგ რა. ეხლა ძალიან არ ჩავყვე. მე მინდოდა მეთქვა ის, რომ სვანები, რომლებიც თავშულებს სვანურს აღარ ასწავლიან, ძალიან დიდ შეცდომას ჩადიან. აუცილებელია ამ ენის შემონახვა, ხალხო. ის რაც გვაქვს არ უნდა დავკარგოთ, რა თქვა ჯერ კიდევ ბერმა გაბრიელმა, ხომ? აი მაგალითად მესტია, ხო? 2004 წელს ჩემმა მეუღლემ რომ იმოგზაურო მესტიაში, აგერ დღეს ვეღარ ცნობს მესტიას. თავი გონია გერმანიაში, ბავარიის რომელიღაცა სოფელში. რატომ? იმიტომ რომ შემოვიდა ცივილიზაცია, შემოვიდა ბიზნესი, შემოვიდა ბევრი სხვა ენა, შემოვიდა რუსი, შემოვიდა გადამყიდველი, შემოვიდა 1000 გვარი რაღაცა და ქართული ენა, რომელიც ესე ჭარბობდა ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ ქართულმა ენამ, სვანურმა ენამ თითქმის მნიშვნელობა დაკარგა. გესმით? ანუ ნახეთ, გადაიზარდა აზროვნება იქით მხრივ, რომ აი ბიზნესი, აი ფული, აი ეს გამომუშავება, აი ის და ენას აღარ უყურებენ უკვე. აქ რაც სვანებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი, ხო? მნიშვნელოვანი, რაც აქვთ ჯერ კიდევ, რას ჰქონდათ ჯერ კიდევ აქვთ, ეს არის კულტურა, ენა და ის ინფორმაცია პირველ რიგში, რაც აქ ინახება. ჯერ კიდევ ზეპირსიტყვიერებით. თუ ეს დაიკარგება, ძალიან დიდი ძალა დაიკარგება საქართველოსთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ნოე არის სვანი და ნოეს ბაბუაც არის სვანი. ის საკითხები, რომლებიც აი მაგალითად ნოეს კიდობანზე არის საუბარი, ხო? რომელიც იალბუზის მთაზე რომ შემორჩა და არა იქ სასონხეთში, რომელზეც დღეს გვეუბნებიან, ხო? ურარტუს მთაზე. იცით რაში ამოიკითხება, მეგობრებო, ეხლავე გეტყვით რა. პირდაპირ ამოიკითხება სვანი მაცხოვრებლების გარეგნობაში. სომეხი მაცხოვრებლების გარეგნობაში ნოეს არსებობა არ ამოიკითხება. მაგრამ თურმე სომეხს სემეხი ეწოდებოდა? ხო, სომეხი არ ეწოდებოდა, ეწოდებოდა სემეხი, მე მგონი სემეხი, თუ არ ვცდები, აღარ მახსოვს, მაგის მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში
როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ნოეზე, ხო? და ქალბატონმა დამიდასტურა ის, რომ წარღვნა ყველგან არ მოხდა. წარღვნა მოხდა, წარღვნა თვითონ სიტყვა სვანურად მიგვანიშნებს იმას, რომ რაღაცა თვალის ჰორიზონტზე აღმოჩნდა სივრცე, რომელსაც ნოე ხედავს. ანუ ეს კიდობანი, რომელზეც შემოჯდა იალბუზის მთაზე, თვითონ ეს კიდობანი, ხო? და წარღვნა სვანურ ენაში პირდაპირ ინფორმაციას გვაწვდის, რომ წარღვნა სვანურად ნიშნავს ჰორიზონტის დანახვას. ანუ ნახეთ, წარღვნა ყველგან არ მოხდა რა, წარღვნა მოხდა იმ რეგიონში, სადაც მოხდა, აი ამ რეგიონებში, სადაც მოხდა, გადარჩა ნოე. ნოე რატო გადარჩა? იმიტომ რომ ნოეს ბაბუას ენოქს ჰქონდა ანგელოზებთან, ანუ განდობილებთან. ანგელოზებს ვისაუბრეთ, რომ ესენი არიან დედის მუცლიდან შობილები, იმიტომ რომ თვითონ ეს დედის საშვილოსნო ეწოდება ზუსტად გეზ თუ რაღაც ესეთი მსგავსი ახსნა აქვს ამას, ეს სვანები კარგად ხსნიან, მე უნდა ვისწავლო სვანური ალბათ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ვისწავლო. ანგელოზი თვითონ სვანური ენით რომ იშიფრება, პირდაპირ იშიფრება, ეს არის დედის მუცლიდან შობილი. და არა ის ფრთიანებით საშირო დაფრინავენ. გესმით? ენა გვეუბნება, ინფორმაციას გვაწვდის, რომ ესენი ანგელოზები აქ არიან, ჩვენ აი ადამიანებში არიან ანგელოზები. ანგელოზები ადამიანები არიან. ადამიანები კი არა და ადამიანი შეიძლება ადამიანის წარმომქმნია, მაგრამ ანგელოზი დედის მუცლიდან შობილს ნიშნავს რა. გესმით? აქედან გამომდინარე, ანუ ჩვენ თუ რაიმე საინტერესო გახსნა გვინდა ინფორმაციების, თუ სვანური დაიხურება, მაშინ ინფორმაციული ველი დაიხურება და ძალიან ბევრ ამას დავკარგავთ. სვანური თუ ყველასთვის გასაგები გახდება, მაშინ ცნობიერი ველი ამაღლდება. ყველასთვის ცნობიერი ველი ამაღლდება და ის რომ უცნაურად გვეჩვენება ეხლა ეს ლაპარაკი და ესეთი შემართებით ლაპარაკი, ის ჩვეულებრივ უნდა გახდეს ისევ, იმიტომ რომ შენ თუ გინდა იყო ჯანმრთელი, სხეულებრივად გამართული და არა მოკუზული და სუსტი და მხრებმოხრილი და წელში მოკაუტებული და ის გტყიოდეს და ეს გტყიოდეს, მაშინ ილაპარაკე ისე როგორც დღეს ლაპარაკობ, მაგრამ შენ თუ გინდა იყო ჯანმრთელი, მაშინ ის შენ ყველა სიტყვას ისე უნდა გამოთქვავდე, როგორც სვანები თავისი მკვეთრი გამოთქვით, ეხლა ვცდილობ რომ მივამსგავსო, მაგრამ ბევრი მაკლია იქამდე რომ მივამსგავსო, გამოთქვავენ. ჩემი აზრით, აი მე თუ მკითხავთ, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს 7 ენა. ეს 7-ვე ენა როგორც ქართული, ისე უნდა იყოს შესული ყველა სკოლაში და არა რუსული და ინგლისური და ის და ის. რა ფეხებად გჭირდებათ უკაცრავად ამ გამოთქვებზე ეს ენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის ენები, რომელიც გვიხსნიან ცნობიერებას. ცნობიერების გახსნა არ ხდება რუსულით და ინგლისურით და ინდეურით და ჩინურით და იაპონურით. ცნობიერების გახსნა ხდება ქართულ, ლაზურ, სვანურ, მეგრულ, ჭანურ, მეექვსე რა არის გამახსენეთ? ქართულ, ლაზურ, სვანურ, მეგრულ, ჭანურ. ხო. ალბათ ოსურიც, ოსურ ენებით რა, ოსურიც შედის, იმიტომ რომ ოსებსაც ისეთი საინტერესო ენა აქვს. ეხლა მე თუ მკითხავთ, ეს ენები აუცილებლად უნდა ისევე როგორც ასომთავრული უნდა ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში და ამას აი მაგას რომ წყალი არ გავა, ეგენი ყველაფერი ისევ აღდგება რა. აუცილებლად დაუბრუნდება ქართველს. დაიბრუნებს ქართველი. იმ 500 ბგერასაც
და ყველა იმ დანარჩენ ხმოვანს, რომელიც დაკარგულია. 17 თურმე არსებობს. გარდა ამისა, ეხლა მე გეტყვით რა, თუ ამ ენებით დავიწყებთ ჩვენ საუბარს სკოლებში და ვასწავლით ბავშვებს, გაგვეზრდება აი არაჩვეულებრივი აზროვნების ადამიანები, ღვთიური და ანგელოზისებრი. ყველა ენების გასაღებები, იმიტომ რომ არსებობს ერთი ენა, რომელიც არ დაიკარგება და არ აღიკვეთება ამ ქვეყნიდან, რომელსაც როგორც ჩანს და როგორც ვიცით, ღვთისგან დალოცვილი ენა არის და რომელზეც აუცილებლად ლაპარაკობდა იესო ქრისტე, თორე სხვაგვარად ვერანაირად ვერ მოგვაწვდიდა ცნობიერებას, ეს არის ქართული ენები. ქართულ ენებში იყო 7 ენა, რომელიც ჩვენ დღეს აღარ გვაქვს. აუცილებელია ამ ენების აღდგენა. ყველა ენას თავისი სიდის გააჩნია სიძლიერე. ამიტომ იყო საქართველოს ვერავინ ვერ უგებდა. ამ ენით საუბრობდა. თქვენ არ გეგონოთ რომ ენა არის და მორჩა, არა. ენა ისევე როგორც არის ქარი, წვიმა, წყალი, ჰაერი, ელემენტები, ისევე არის ენა ძალა. ანუ ისინი არიან არსებები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ცხოველისგან განსხვავდე. ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში, ენები უნდა აღდგეს. ყველა ენა, რომელიც თითქმის და დაკარგვის გზაზეა მისული, ანუ დაკარგვის გზას ადგას, აუცილებლად უნდა აღდგეს. ისე კი არა, რომ ლათინური ახლა სკოლებში რო ისწავლება და უნივერსიტეტებში, სკოლებში არა, უნივერსიტეტებში რო ისწავლება. ლათინური, რომელსაც კი მაინც ვერ საუბრობენ. არა, რომელიცაც ისაუბრებენ ქართველები, ისევე როგორც საუბრობთ ახლა ქართული ენით გამართულად ერთმანეთში ნებისმიერ ენაზე დაიწყებენ საუბარს. თუ კი მათ მოუნდებათ. აუცილებელია ხალხო ეს. იმხელა ინფორმაციული ველი იხსნა, ეს ზაიდენ, გერმანული სიტყვა ეს ზაიდენ. ძალიან კარგი სიტყვა მომწონს, ქართულად ვერ ვუძებნი მაგას გამოსათქმელს რა. ერთადერთი მოკლე გამოთქმა, ან თუ ჩვენ გვინდა რომ დავკარგოთ ცნობიერება და ვიყოთ სადღაცა ჭაობში, სადღაც იქ დაბლა იმაში რაღაცა ჭაობშიც არა, სადღაცა ტლაპოში, მაშინ ვისაუბროთ ისე როგორც დღეს ვსაუბრობთ. თუ გინდა რომ ამაღლდეთ ცნობიერად და სასუფეველი დაიმკვიდრო, მაშინ აუცილებლად გჭირდება ეს 7 ენა. დავით აზნაურიშვილი ამბობს, აუცილებლად საჭიროა ფშაურიც კი აღსადგენია, რათა საძირკველს მივაგნოთ. კი, ფშაური ენაც კი, ხო? ალბათ გამომრჩა. ფშაური, ხო? აი, რო ვეძებდი ის არის. გეთანხმებით, თამარ, ყველა კუთხის ენა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ჯერ ქართველი ერია გენოციდისგან გადასარჩენი. მარი, იცი რატო არის ქართველი ერი გენოციდში? აი, ჩემი მოსაზრებაა, ეს აბსოლუტური ძალიან სუბიექტური აზრი არის. ჩვენი ქართველი ერი არის გენოციდში, იმიტომ რომ ენა არის დასუსტებული. როგორც კი ენა გაძლიერდება, ქართველი ერი გაძლიერდება. ნუნუ ჯაფარიძე, სომხებს წარღვნის დროს რა უნდათ? ეგენის ინდოევროპულ ხალხს ეკუთვნოდნენ, ინდოეთის ჯუნგლებიდან წლის ამოსულები არიან. იცი რა, აი სომხები სხვათა შორის არმენებს რო ვუძა, ხო, არმენები კიდე შეიძლება სხვაები არიან. არმენებიც იყვნენ ქართველთა წარმომადგენლები, ისევე როგორც ლაზები, აღარ არიან დღეს ქართველთა წარმომადგენლები. სომხები, ლაზები, ოსები აღარ არიან ქართველთა წარმომადგენლები დღეს. აფხაზები, ყველანი იყვნენ ქართველები.
ერთ დროს, ხო? ერთ დროს. და ეს ერთი დრო როდის იყო? როცა ამენს ჰქონდა ძალა, ამენებს ჰქონდათ ძალა. ამიტომ მე არ ვიცი. სრულიად პლანეტა ებრძვის იმ აზრს, რომ სვანური ენა გამოიკულიოს კაცმა. ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ამაზე საუბარი და გამოძიება დაიწყო, ან მოკლეს, ან უცბად გულით გარდაიცვალა, ახალგაზრდები, ან ისქნა და გაქრებიან ხოლმე რა. სვანური ენა გვაწვდის ჩვენ იმხელა ინფორმაციებს, რომ აბსოლუტურად ყველა, რაც დღემდე დაწერილა, გინდა სახარება, გინდა ბიბლია, გინდა რა ვიცი, სასულიერო პირების უაზრობა რაღაცა, ყველა უნდა გამოცხადეს როგორც რა ქვია, პლაგიატი კი არა, მეორეს რა ქვია? როგორ ამომივარეთ, რიკატურა კი არა და Маринус, რა ქვია? Was heißt diese Buch, was nicht mehr gültig ist? Kennst du diese Terminologie? Warte mal, doch, ich kann das. ლიკატურაზე თავდება, მაგრამ წინ გამახსენდი. გამახსენეთ რა. წიგნი, რომელიც არის დაყადაღებული კი არა და გაუქმებული წიგნს რა ქვია, ხალხო, გამახსენეთ. ტვინში აეხლა მიტრიალებს აი აქ და ვერ ვიჭერ. არა, ლუსტრაცია არა. ხო, არა, ტაბუდადებულიც არა. აი, წიგნი რომელიც აღარ ვარგა რა. რა ქვია, კაცო მაგას. კარიკატურა კი არა და მეორე. აი, მოდი ტვინო, გაიხსენე. აი, გამახსენდება რა. გამახსენდება და ვიტყვი. არც აკრძალული. მაკულატურა, ხო, მადლობა დედას. მადლობა დედაჩემს, მაკულატურა ხალხო. დედა რა ამბავია აქ თავში აზეხარ. მაკულატურად უნდა გამოცხადეს. აბსოლუტურად ყველა ის წიგნი, რომელიც დაწერილა მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნეში და შეიძლება კიდევაც მე-17 საუკუნეში. ხო, დავითმაც გამახსენა მაკულატურა. ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს წიგნები, აი დღესაც მუზეუმში ვნახე, რომ მე-12 საუკუნის სახარება გვაქვს. მე-13 საუკუნის სახარება გვაქვს. მე-17 საუკუნის წერილები გვაქვს. უფრო სწორედ, უფრო ადრინდელი. და ყველა უნდა გადამოწმდეს, სად როგორ რა სიტყვები წერია. აუცილებელი არის ძველ ქართულად მეტყველებას აღდგენა. ძველი ქართული არის ძლიერი ენა, ახალი ქართული არის სუსტი ენა. თუ
ეს მჩხიბავებმა კარგად იცოდნენ, თუ გინდა რომ საქართველო დაასუსტო, მაშინ შეიყარეს სიტყვები, როგორიც არის ვაიმე, ჯანდაბა და ესეთი სიტყვები, რაღაც შემოიტანეს საშინელი გადავსებულია სიტყვებით, აი უმახინჯესი სიტყვებით არის გადავსებული ქართული ენა, რომელიც გამოსაცხრილია და 24 საათი რეკლამები კი არ უნდა გადიოდეს მედიაში, ამ სიტყვების გამართვა უნდა გადიოდეს მედიაში რა. თუ ადამიანს სიკეთე სურს საქართველოსთვის, თუ ადამიანს ბოროტება სურს საქართველოსთვის, გააგრძელოს იგივე რასაც აკეთებს დღეს. საპატრიარქოდან დაწყებული, მედიიდან დამთავრებული იმ ხელისუფლებებზე აღარ საუბრობ. გააგრძელოს რასაც აკეთებს დღეს და დაიშლება მთლიანად საქართველო. და თუ საქართველოს სიკეთე გსურთ, აი ბორბალი მთლიანად და ამოტრიალდეს რა, თავდაყირა რო დგას ყველაფერი, გაასწოროს, გამართოს. იმიტომ რომ ყველაფერი დაგვიყენეს თავდაყირა. გესმით? თუნდაც აი სიტყვას რო დავაკვირდეთ, წაღმართი, როგორც სვანებს ესმით, ეს არის სწორი გზა, წარმართული გზა და არა უკუღმართული გზა, წარმართული გზა. მაგრამ წარმართული სიტყვა დღეს გვესმის როგორც აი არასწორი, ისა წარმართია, აი რაღაცას ცდარ რელიგიას მიყვება. მე გეუბნებით რა, სიტყვების მნიშვნელობები გვაქვს გასამართი ტვინში. სიტყვა თვითონ თავის ფუნქციას არ კარგავს, მაგრამ ჩვენ ტვინში კარგავს იმ ფუნქციას, როცა შენ შავზე ამბობ თეთრია და თეთრზე ამბობ შავია, გესმის? შენ უნდა გქონდეს ამის უნარი. შავი არ შეიცვლება თეთრით, მაგრამ შენ ტვინში უნდა შეიცვალოს, რომ შავზე შავი თქვა და თეთრზე თეთრი. შენ ტვინში, გესმის? შენ ცნობიერებაში. შენ ცნობიერებაში თუ არ შეიცვალა, წარმოიდგინე, რომ შენ გეგონება დღემდე თეთრზე შავ სიტყვი და შავზე თეთრ სიტყვი და გეგონება, რომ მართალი ხარ. აი მეც კი არაფერს არ გეუბნებით. წარსულში მართალი. წარმართი. და მართალის მოდის სიტყვა მარიდან, ლამარიადან. ლამარია კი იყო სვანების ღვთაება, ღვთისმშობელი მარიდან. როდესაც ჩვენ დავარქვით მარიამს, მარიამი, ამითაც შევცვალეთ ბევრი რამე, მაგრამ ლამარია იყო ოდითგანვე ღვთაება სვანეთში. ასევე ბარბალე. ასევე სხვადასხვა ის ღვთაებები, რომლებიც ქრისტესობამდე ჰქონდათ სვანებს. და ვინ იცის, ვინ მიაწოდათ ამათ, თუნდაც ბოლნური ჯვარი. ეს ცნობიერება ბოლნური ჯვარის 4-ვე მხარე რო უნდა ჰქონდეს ჯვარს, ერთი სიდიდის და სიგრძის, სვანურ ქუდზე არის დაყოლებული მაგალითად, ხო? როდესაც აი სვანურ ქუდს თავზე აი აქ შუა გულში აზის ეს ფოჩი, რაკნეს იუდეველებმა კაბაზე დაიტანეს. ანუ სადღესად უკაცრავად და ტრაქში ჩაიტანეს. რატო? როდესაც ადამიანს თავზე სჭირდებოდა ფოჩი, ანუ ის იყო ანტენა, რომელიც ეძლეოდა ღვთისგან. რატომ უნდა დაიტანა კაბაზე? თქვენ იცით, რომ იუდეველებმა ესე დაგვისახეს, რომ დღემდე იუდეველებს კაბაზე აქვთ ფოჩები. კაბიდან იღებენ, ესე იგი, ინფორმაციას რა და არ თავიდან. აზე ხათ როგორ უკუღმა არიან? ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, დავითი მეუბნება ძალიან კარგად და სწორად მსჯელობო ძალიან, ხო? ჩემო კარგებო, ეს მნიშვნელოვანი რაღაცეებია, რასაც გვიმალავენ დღემდე სასულიერო პირები. თვითონ სასულიერო პირები არიან ამის წინააღმდეგ, რომ ასომთავრული აღვადგინოთ, თვითონ სასულიერო პირები არიან ამის წინააღმდეგ, რომ ის ძველი ქართული ენები აღვადგინოთ, რომელიც არის სვანური, ლაზური, ჭანური, ქართული, მეგრული და ასე შემდეგ.
ფშავური თუნდაც. რატომ არ უნდათ საქართველოს ძლიერება? მარტო ერთი ტრაციანი კაცის სიკეთე სურთ მას? თუ რა ხდება? პირველ რიგში ამას ვინც უნდა საუბრობდეს, რაც ახლა დღეს მოგიყევით, ეს არის ერის მამად წოდებული ადამიანი, ვინც იქნება. ამას უნდა საუბრობდეს ერის მამად წოდებული, მაგრამ შეუძლია ერის დედად წოდებულმაც ისაუბროს, თუ ვინმე ყავს საქართველოს ერის დედად წოდებულად. ერის დედად წოდებულად თამარ მეფე არის. ხო და აგერ თამარ მეფის რეინკარნაციას გესაუბრებათ პირდაპირ ეთერში. მე არ ვიცი სხვა ადამიანი თუ არსებობს თამარ მეფის რეინკარნაცია დადგეს და მითხრას რომ ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია, აგერ სოფია ლოგოში დადგა თქვა და დღეს ამერიკაში გაიქცა და იქ არის. აბა რანაირ თამარ მეფეა ეგ თუ საქართველოსთვის არ იბრძვის და საქართველოს კეთილდღეობისთვის და თუნდაც იმისთვის, რასაც თამარ მეფე აკეთებდა მაშინ. ახლა კიდევ გეტყვით რომ თამარ მეფის რეინკარნაციას კიდევ ვიტყვი, იმიტომ რომ კიდევ არ გეგონოთ რომ მეფე ვარ. არა ვარ მეფე, ახლა ვარ ჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი გოგონა. აი, ჩვეულებრივი გოგონა, არც მემკვიდრე გვირგვინისა და არც მემკვიდრე ტახტისა. ჩვეულებრივი გოგონა ვარ. თამარი მქვია, ოღონდ ისევ. გესმით? და მსჯელობ იგივე თემებზე, დავდივარ იგივე თემების ირგვლივ და იგივე თემებს ვაჟღერებ, რაც მაშინ ჟღერდებოდა საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ნუ გეშინიათ იმის, რომ რეინკარნაცია დაინახოთ, რომ ჩვეულებრივი მომენტია, ნუ გეშინიათ იმის, რომ დაინახოთ, რომ საქართველო არის მხოლოდ ქართული კი არა, ეს 7 ენა, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, რამდენჯერმე, და ნუ გეშინიათ იმის, რომ საქართველო არის ძლიერი. ნუ გეშინიათ ამის აღიარების რა. თქვენ უნდა შეძლოთ ის, რომ აღიაროთ საქართველოში ყველა კუთხის ადამიანი თავისი კულტურით, თავისი ენით და თავისი არსით. თუ ამას ვერ ვიზავთ, ჩვენ ერთობას ვერ შევქმნით. თუ ერთობა არ არის, კიდევაც არის დაშლილობა და აგერ დაშლილია მთლიანად საქართველო რა. თამარ სომხები ქართველებს გვეძახიან ივერცებს, ანუ ივერებს. მთელს მსოფლიოში ებრაელებს ევრიეს უწოდებდნენ. რატომღაც შებრუნებული ივერიელის მახსენებს ევერი. იცი რა, ნონა, მე განვიზრახე ის, რომ სვანებს დავეკითხო ენაში და თვითონ სვანური გაშიფრა ივერების, ევერების, ებერების, სხვათა შორის მე როდესაც მითხრეს, აი ხმა რომ მომაწოდეს, რომ ქართველთ ხართ უფალიო, ხო? იქ მითხრეს, რომ ქართველთ ხართ უფალიო რა. ქართველები ვინ არიან, უფლება რო აქვთ მოსილი, ანუ უფალი არ არის მაინც ღმერთი. უფალი არის ის, რომ აი სიდონში გქონდა დღეს ამაზე საუბარი, მთლიანად გზაში რომ მოვდიოდით, განვიხილავდით. უფალი არ არის ღმერთი. უფალი არის როგორც მართველად დასმული, ანუ წამყვანად, რჩეულად, სუფრის უფალი, მაგალითად თამადა, ხო, თამადას უწოდებ, დღეს უფალი იყო ის, ვინც პირველი იყო და სიტყვას უფალთან არის კავშირში ქართველები. ქართველთ ხართ უფალიოს, იგი გამოდის, რომ რჩეული, ანუ ამენებს შორის, ამენს ხო განვიძახ, ყველა მსოფლიო ხო ამენს გაიძახის, ამენს. ამენებს შორის უფალი არის ქართული ენა. და ქართულ ენას თუ თვითონ თავის არ ესმის, ესე იგი რანაირი უცნაური უფალია, ხო, თავის ვერ გაუგია, რომ უფალია. თუ შენ ქართულ ენას გესმის ქართული ენის არსი, მაშინ შენ ხდები ავტომატურად სრულყოფილი უფალი. სრულუფლებიანი ხდები. რატომ იცი?
შენი აი რომ გკითხავენ რა ქვია შენ სახელი და გვარი თუ არ იცი ვერ ეთქვი რა ქვია ვინ ხარ და რისი უფლებები გაქვს ვერც იმას ვერ ეთქვი მაგრამ შენ თუ იცი შენი სახელი და გვარი ეთქვი მე ვარ თამარ ინასარიძე და ვარ აი ესა და ეს იმიტომ რომ შენ იცი შენი სახელიც გვარიც და მნიშვნელობები მაგის ხო საიდან მოდიხარ ვინ ხარ რას წარმოადგენ და ქართულმა ენამ თუ ქართული ენის მნიშვნელობები აღარ იცის რა უნდა აუხსნა სრულიად მსოფლიოს ვერაფერს ვერ აუხსნი ეთქვი მარტო ის რომ აი მე ერთ დროს ვიყავი უფალი ეხლა ვინახარ ეხლა ვარ დატყვევებული ვიღაცა ვაჭრების მიერ დატყვევებული ებრაელი ვაჭრების მიერ დატყვევებული ვიღაცა ეთქვი რა რატო ხარ ვიღაცა იმიტომ რომ არ ვიცი ჩემი ენის მნიშვნელობები აღარ ვიცი ამ ენის მნიშვნელობები აღარ ვიცი თუ ამ ენის მნიშვნელობა არ იცი ამენს ვერ ამბობ წერტილს ვერ უსვავ გესმის ნებისმიერი ლოცვის მერე წერტილს უსვამენ ამენით იმიტომ რომ უფალს უკვე ღმერთთან კავშირში უბრალოდ მამაზე ციერთან მამაზეს ციერთან ხო თუნდაც ძეს მიერ მამასთან ვერ აყარებ კავშირს თუ ამენს არ იტყვი თუ ამენს არ იტყვი შენ მამაზე ციერთან ვერ ამყარებ კავშირს და თუ ამენს იტყვი მამაზე ციერთან კი კავშირს ამყარებ მაგრამ არ იცი ამენის მნიშვნელობა და ძალა არ აქვს ამიტომ კავშირი კი არის გაბმული მაგრამ თავის როლს ვერ ასრულებს ბოლომდე ძალიან მალე ალბათ სიდონების მიერ მე ვთხოვ ჩემს ჯგუფში სიდონის ჯგუფში იმ ხალხს ვინც ვიკვლევთ ამენის მნიშვნელობას ხო ამენების მნიშვნელობას რომ დაიწყონ თვითონაც ხმამაღალი ჩაწერა ლაივების რომ გაშღერდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ხალხს მაგრამ ეს ჯერ ნახეთ როგორია ჯერ ვართ გახსნის პერიოდში ხო როდესაც გაიხსნება სრულიად ყველა კარი აი ლაზარე თურმე სვანურ ენაზე კარს ნიშნავს ლაზარ კარს ნიშნავს როდესაც კარებები გაიხსნება ეს ავტომატურად თქვენთანაც მოვა აი წარმოიდგინეთ რომ ერთმა ადამიანმაც რომ გაიგოს და კარი გააღოს წარმოიდგინეთ რომ შეყავს მთელი 10,000 თავისთან რა იმიტომ რომ ეს ასია და ხო კიდე რა არის იცით მეგობრებო კიდე არის ის რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ვინები ვართ აუცილებლად უნდა გავიაროთ ასობგერა ვინი რომ გავიგოთ ვინები ვართ და თუ არ გაიგე შენ ვინ ხარ ის კი არა რომ დავიბადე 1985 წელს და 20 თებერვალს და აი ესა და ეს და ამა და ამ საძე ამა და ამა ეგ კი არ არის ვინაობა გაიგო ვისი სულისა ხარ გესმის ვინაობა ეს არის მნიშვნელოვანი შენ უნდა გაიგო ვისი სულისა ხარ აი როგორც მე სამყარომ მიკარნახა და გამაგებინა სულს თავისი გეგმები აქვს აქ რომ ჩამოდის ტყუილა ბეცივით კი არ ჩამოდის ხო თავისი გეგმით ჩამოდის და ასრულებს იმ გეგმას როდესაც შენ გაიგებ შენი სულის გეგმას ვინა ხარ ვინაობას რო გაიგებ მაშინ შენ მეექვსე განზომილებას გადიხარ გესმით და როდესაც მეექვსე განზომილებას გადიხარ ავტომატურად მეშვიდეში გადადიხარ აი მეშვიდე განზომილებებზე მე ვისაუბრებ მაგრამ ჯერ გაიგეთ ვინები ხართ როდესაც ადამიანი იგებს ვინ არის ის არც არ უშინის იმას რომ თქვას ვინ არის ანუ ვინაობას ამჟღავნებს აი როგორც მე გაგიმჟღავნეთ ეხლა რომ თამარის რეინკარნაცია ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ აი 100%-ით შემიძლია ეს გითხრათ რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ რა
და ჩემს სულს აქვს თავისი გეგმა. ვინა ვარ ხო გავიგე? მე-6 განზომილებაში ხო გადავედი? ხო? და არ არის აუცილებელი ისევ გვირგვინი ედგას ადამიანს თავზე და ისევ სკამზე იჯდეს. ესენი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის რა მისია გაქვს. თუ იმ დროს ის მისია გქონდა, ამ დროს სხვა მისია გაქვს, ოღონდ მსგავსი, ხო? და საინტერესო რა არის, იცით? თუ მე-6 განზომილებას გახვალთ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ ვინ ხართ. თქვენ იტყვით, რომ მე ვარ ესა და ეს. ვარ. ჯვარის პრინციპი გამოვა რა. და ჯვარის პრინციპი არის, რომ ამბობ ვარს. პირველ რიგში ამბობ ვარ, ვინ ხარ, ვარ ესა და ეს. მეორე რიგში ამბობენ შენზე არის. ემოწმება ეთანხმებიან, დამოწმებას აკეთებენ. აღდგომა იცით როდის მოვა? როდესაც ვინაობებს გაივლით თქვენ. როდესაც თქვენ გაივლით მე-6 განზომილებას და იტყვით მე ვარ აი მაგალითად ქეთევან დედოფალი, მე ვარ შუშანიკი, მე ვარ ეს, მე ვარ ის, მე ვარ დავით აღმაშენებელი, მე ვარ ყველა სული ვერ აღწევს ამ სამყაროში, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი სული აღწევს ამ სამყაროში და ნებისმიერი დაბადებული ადამიანი, რომელიც დედის საშოდან იშვას, წმინდა არის. და თუ წმინდა ხარ, აბა რაღა გაშინებს მე მითხარი? რატო გეშინია რო თქვა, რა ის შენზე იტყვიან სასულიერო პირები, რომ ეს გარეკავა ამანო? თქვან. თვითონ რა არ გარეკეს? აბა ფიციმწევს ბოლომაკვირებს რო ამბობენ რომ მოწიწები და მოკრძალებით იცხოვრებთ და თვითონ სხვანაირად ცხოვრობენ და სხვანაირ მაგალითს გვაძლევენ, მანდრა გაურებაში არიან, ჩვენც ვიტყვით მაგათზე ვერ არიანო თავისად მატორზე და ესე იქნება რა. შენ გაიგე, მე-6 განზომილებაში გადადი, ვინაობა გაიგე შენი. გესმით? შენი ვინაობა გაიგე რა, ვიხარ. მე აღარ პირდაპირ გეუბნებით უკვე რომ აი ნახე თამარ მეფის რეინკარნაცია მე რო არ ვიყო, აი თქვა თამარ მეფე მოდი გავანებოთ მეფე გადავდოთ იქით რა. თამარ ბაგრატიონის რეინკარნაცია მე რო არ ვიყო, გავიგებთ მაგასაც. ეგეც გამჟღავნდება თუ არა ვარ. ჩავიქოლები, ჩამქოლავენ. ანუ ჩაქოლვა რას ნიშნავს დღეს, ხო? აბსოლუტურად ნებისმიერ შემთხვევაში გამაჩუმებენ. და თუ ვერ გამაჩუმებენ, ხო? მაშინ ესე იგი თამარ ბაგრატიონის რეინკარნაცია ვარ. აი ამით მტკიცდება ეს. და როდესაც თამარმა თქვა რომ მე ისევ მოვალო და დაგიბრუნდებით როდესაც საქართველოს გაუჭირდებაო, ჩათვალეთ რომ თამარმა თავისი სიტყვა შეასრულა. სულმა შეასრულა თავისი სიტყვა. და მოვიდა და იმ პერიოდში, როდესაც ყველას აჩუმებდნენ და საგიჟეში სვავდნენ, როდესაც იწყებდა ამენით საუბარს, აგერ დგავარ უკვე მე-4 წელია საუბრობ და ვერავინ ვერ მაჩუმებს, რატომ თუ იცით რა? იმიტომ რომ როდესაც სული მოდის უკან, მას თავისი გეგმები აქვს და თამარ მეფე არ იყო უბრალო ვიღაცა. ის ძალიან გამოცდილი სული იყო და ძალიან გამოცდილ სულებს ვერაფერს ვერ უშვებიან. ჯოჯოები და ჯოჯუები. გესმის? ძალიან გამოცდილი სულების წინაშე მათაც კი მოწიწებით კრძალვა აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, ხო? იცოდეთ ვინა ხართ რა და იცოდეთ ვისი მოდგმისა ხართ. რომ თქვენ იმ ერის მოდგმისა ხართ, რომლის მეფეები ცოცხლად იბადებიან ისევ და ისევ და თქვენ წინაშე წარსდგებიან და თქვენთან არიან. აგერ პირდაპირ გეუბნებით რომ თამარ ბაგრატიონის რეინკარნაცია ვარ მეთქი. არ მეშინია რა, მართლა აღარ მეშინია ამის თქმის. არც არასდროს მშინებია, უბრალოდ ალბათ დრო მოვიდა რომ გითხრათ. მართლა გეუბნებით, დრო მოვიდა რომ გითხრათ რა. და ვნახოთ აბა რას იზავენ. არავინ არ მითხრას ახლა რომ მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი თავის აღდგენა.
თუ შენ საკუთარ თავს არ აღადგენ, არავინ არ აღგადგენს. იესო ქრისტე არ მოვა და არ აღგადგენს. იმიტომ რომ იესო ქრისტემ გასწავლა უკვე გზა და შენ თუ შეგიძლია შენი თავი აღადგინო, მას ქენი. ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, გასწავლა გზა. აბა შენ როგორ აღადგენ შენ თავს? მეც აღვადგინე ჩემი თავი. გინდათ გითხრათ როგორ? ზუსტად ერთ-ერთში აღვადგინე. სახელიც იგივე მქვია, გარეგნულადაც იგივე ვარ და გენეტიკურადაც იგივე ვარ. ერთ-ერთში აღვადგინე ჩემი თავი. სხვა ფაქტები კიდე გინდათ რამე აღდგენის? ვიცი. თქვენ გინდათ სხვა ფაქტები, რომ თამარ მეფის გვამინახოთ, მაინც ანუ კაბა ნახოთ? მაგასაც გვაჩვენებს მამაზე ციერი. თამარი მაგასაც გაჩვენებთ. დარწმუნებული იყავით, რომ თამარი თავის ძველ კაბასაც გაჩვენებთ თქვენ. მაგრამ მანამდე თქვენ უნდა აღიდგინოთ თქვენი თავები. ასე რომ აღიდგინეთ თქვენი თავები და დაწერეთ ვინ ხართ, მომწერეთ ვინ ხართ. გესმით? მაგალითად, დემნა უფლისწულმა უკვე მომწერა. და მართალი გითხრათ, ვისაუბრეთ ჩვენ. სამწუხაროდ ყველამ თავისი სახელით ვერ აღადგინა თავი, მაგრამ სხვადასხვა სახელები ქვიათ. რაღაცნაირად უნდა მიხვდეთ რა. შინაგან ხმას თუ უსმენთ, მიხვდებით ვინ ხართ. არა, ბევრი არიან ისეთები, რომლებმაც სხვებმა უთხრეს, რომ ეს ხარო, ეგეთი აღდგენა არ არსებობს ხალხო. თქვენ უნდა მიხვდეთ ვინ ხართ. თქვენ თვითონ უნდა ცხოვრებამ უნდა გითხრათ ვინ ხართ, თორე ვიღაცა კაცმა რომ გითხრა, სოფია ლოგოსაც ეგრე უთხრეს. თამარ მეფე ხარო და აბა სად არის აბა თამარ მეფე? სად წავიდა? ამერიკაში? აბა თუ თამარის რეინკარნაცია ამერიკაში ახლა არ იქნება ის. არც ევროპაში და არც ამერიკაში, არც ჩინეთში და არც სხვაგან. აქ იქნება საქართველოში და აქ იბრძოლებს საქართველოს გადასარჩენად. გესმით? ქეთევან დედოფალიც საქართველოშია. რა ვიცი, მე ქალები გავიცანი და კიდე სხვებიც. მამაკაცები ჯერ ჩუმად არიან და დამუწული აქვთ პირები, ჯერ ეშინიათ თავიანთი თავის გამოჩენის. შიშრები არიან კაცები, რომ შიშრები არიან ქალებზე, აქაც მტკიცდება უკვე რა, ჩემს გამოცდილებებიდან მტკიცდება, რომ ყველა არის ჩუმად და ყველას ეშინია და ყველას არა და ჯერ დრო არ მოსულა და არა ბაბუა თქვენი სამა ველოდოთ კიდე 300 წლის მერე კიდე ახლიდან დავიბადოთ და კიდე აქედან დავიწყოთ გაზრდა და ამხელები გავხდეთ, ხო? მე არ მინდა მაგალითად და თქვენ თუ გინდათ კიდე დაიბადეთ რა, ან რისთვის მოხვედით ეხლა თუ მე 300 წლის მერე ელოდებით კიდე გაჩენას. ეხლა რისთვის დაიბადეთ? რომ მე კიდე დაიბადოთ? რატომ დრო არ მოსულაო? რა დრო არ მოსულა? ვინ გითხრა რომ დრო არ მოსულა? ვინ დაგიწესა რომ დრო არ მოსულა? ვინმე დაგიწესა? ის ვინც დაგიწესა, ისიც შეცდა. იმიტომ რომ ახლა და ამ წამს იცხოვრეო, ქრისტე გეუბნება, ახლა და ამ წამს აღადგინე შენი თავი და ახლა და ამ წამს გაიგე ვინ ხარ. ახლა და ამ წამს გადადი მე-6 განზომილებაში და ახლა და ამ წამს იზრუნე იმისთვის, რომ გაცოცხლდე და არა 300 წლის მერე. და 300 წლის მერე კიდე 1000 წლის მერე გადადო. გეზარება თუ რა გჭირს ვერ გავიდი. ხვალ მიდივარ უშკულში. უშკულში არის ლამარიას ეკლესია. ლამარიას ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესია არის. სრულიად საქართველოსთვის. ეს არის იმ უშიშარი ქალბატონის ეკლესია, რომელმაც კაცობრიობას წყაროს წყალი დაალევინა რა. წყაროს წყალი კიდე არის, იცით ვინ აწვდის წყაროს წყალს? ქრისტე და მაცხოვარი, რომელიც არის დედის მუცლიდან შობილი.
ხვალ ძალიან საინტერესო ამბები გველის. აბა თქვენიცით მეგობრებო და კარგად იყავით და რა ვიცი, გაცოცხლდით რა, მე მინდა რომ ყველანი ცოცხლები გნახოთ. თუ ადამიანი მკვდარია, მკვდრები დამარხონ. აი ეგ არის რა, კარგად აქვს ქრისტეს ნათქვამი, აი ძალიან მაგარი იესო, აი არ ვიცი, იესო არის ჩემი მასწავლებელი, როგორი მაგარი მასწავლებელი, იცი რომ ის სულის მალამოა რო იცოდეთ რა. და უმაღლესი ცნობიერება ის უკვე მეცხრე განზომილებიდან გვესაუბრებ. მეცხრე განზომილება ხა ზოგი იტყვის რაღა არის, ხო? აი მაგალითად პირველი განზომილება არის მანძილი, ვთქვათ რაღაცა ველი. მეორე განზომილება ვთქვათ არის სივრცე. მესამე განზომილება არის უკვე ტრიდე. მეოთხე განზომილება დრო. მეხუთე განზომილება რაღა არის? მეხუთე განზომილება ენაა. მეხუთე განზომილებიდან მეექვსე განზომილებაში გადავიტყორცნებით ვინაობას რო გაიგებთ, იმიტომ რომ ენის მერე ვინი მოდის. ანბან განდონს რო გაივლი. ენის მერე თუ ვინი მოდის, მერე მოდის ზენი. ზენში კიდე ვინ დგას? ღმერთები. ზენის მერე რაღა ხდება მერვე განზომილებაში? ზენის მერე უკვე გადავდივართ უსასრულობაში და უსასრულობიდან გადავდივართ მეცხრეში და მეცხრე ცაზე ასვლა. არც თუ ისე ძნელი ყოფილა, ხო? თუ კი ენაში ხარ, ენაში გარკვეული ხარ და ამენ, იმიტომ გეუბნებით, ამენის აღდგენა საჭირო, რომ თქვენ გაიგოთ თქვენი ვინაობა. თქვენს დაბადების სახელ და გვარებში ყველანაირი ინფორმაცია არის ჩატვირთული, როგორც ჰემატრიაში, ან დაბადების დღეში და წელში და რიცხვში არის ინფორმაცია ჩატვირთული. მე ამას არ გასწავლით, მეგობრებო რა. ამისთვის მე არ ვარ გაჩენილი. მე გასწავლით მხოლოდ იმას, რასაც გასწავლით, რასაც ვლაპარაკობ, ის არის ჩემი მისია. და როდესაც ადამიანი ეზოთერიკას გასწევს გვერდზე, როდესაც ადამიანი ასტროლოგიას გასწევს გვერდზე, უიეს წარმართულია, დარჩება მხოლოდ ლეში. იმიტომ რომ შენ ცნობიერთან არ გინდა ურთიერთობა და გინდა მხოლოდ ლეშად ყოფნა. თქვლიფო ქრისტეს სისხლი და ხორცი. მარტო აი მართლა თქვლიფო რა, მეტი არაფერი არ აკეთო. ისიც არ გინდა, ისიც არ გინდა. ქართული ენა არა, ენაში დაკარგული, ის ეზოთერიკი, ის თეოლოგი, ის ასტროლოგი და ასე შემდეგ. რატო გეშინიათ ხალხო? ცნობიერების ამაღლების რატო გეშინიათ? სასულიერო პირებს ვეკითხები ახლა რა. ნუ გეშინიათ რა. შეუერთდით ქრისტეს. ანი და ჰოეთი. ანი და ჰოეში შედის სრულიად ყველაფერი. ასტროლოგიაც, ეზოთერიკაც, თეოლოგიაც, ენაც, ეფუთის წიგნიც, სამყაროს წარმოქმნიდან სამყაროს დასასრულამდე ამენით სიტყვა იყო პირველი ხალხო, არ ვიცი რა გეშინიათ, რისი გეშინიათ, რამ შიშრები ყოფილხართ. ძალიან მაგრად შიშრები ყოფილხართ. სვანური ენის რო შეგეშინდება ადამიანს. კაი რა. მთელი საქართველოს ცნობილი ძველ ტაძრებში უთვალავჯერ ვარ ნამყოფი. სლავერდი შუამთის მონასტერი, გრემი იყალთო, ჩამოთვლილი. აქ ერთადერთი სასწაული, სადაც ვიგზენი იყო მცხეთის მონასტერი. რომელი? ჯვარი? ნონა, ჯვარი, ხო? სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს. ხალხო, გამოფხიზლით რა ძალიან გთხოვთ, რომ მე დავიღალე უკვე ისე მაგრად
მკვდრებში სიარული არავის არც ერთ გამოფხისლებულ სულს არ ეპიტნავება რა, არ სული ამ დედამიწაზე იმიტომ არ მოდის, რომ ეს სიამტკბილობა შეიგრძნოს ამას ოფლისა სათქლეფავით ქლიფოს, არ მოდის მაგისთვის სული. სული მოდის იმისთვის გაიზარდოს. ხორცში კი არ გაიზარდოს ხალხო, სულიერად გაიზარდოს. ასტრალურად, მენტალურად და ფიზიკურადაც რა თქმა უნდა გაიზარდოს ხალხო. არ შეიძლება ესე რა. მკვდრები ვართ. ჩვენ თუ ესე ვიცხოვრებთ, როგორც დღემდე ცხოვრობთ, რეინკარნაციას არ ვაღიარებთ. როცა ქრისტე პირდაპირ რეინკარნაციაზე გველაპარაკება, ამენას არ ვაღიარებთ, ამენით გველაპარაკება ქრისტე. აბა რას აღიარებ? რა მარტო პურის სისხლსა და ხორცს რა იყოთ ხალხო, რა გჭირთ? ნანა ამბობს დამაფიქრეთო. ნონა ამბობს სრულიად ეიფორიაში ჩავარდი, ვერ ვიგებდი რა მჭირდა. ნონა, იმიტომ რომ შენს როდესაც ჯვარს აცმევდნენ ქრისტეს, შენც იქიდექი და მაგიტო. შეიძლება მაქედან გამოვიკვლიო თუ ვინ ვარ, სხვა იდეა არ მაქვს თამარ. შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება. ღმერთს თხოვე რომ შენი ვინაობა გაგარკვევინოს. სთხოვე ეს ქრისტეს თხოვე და გამოგაკვლევინებს რა. არ იქნება ძალიან ადვილი პროცესი. ადვილი არ არის, როდესაც შენი ვინაობას იკვლევ. ძალიან დიდი ენერგიებთან არის, გული უნდა გქონდეს გახსნილი, ყველაზე დიდი მნიშვნელობის. თუ გული და ცნობიერება გახსნილი არ გაქვს, ვერ შემოდის ინფორმაციები შენთან. ამიტომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა აი ამ ყველაფრის თავდაყირა დაყენებას არის იესო. და ჩვენც მას ისინი უნდა გავხდეთ, ხო? ამიტომ არაფერს არ უნდა შეუშინდეთ. თუ შინაგანი ხმა გეუბნება, რომ ესეა, ხო? შენ ამის თქმის არ უნდა შეგეშინდეს. შენ თავთან მართალი უნდა იყო და ღმერთის წინაშე, იმიტომ რომ თუ შენ შინაგანში რაც გეწოდება, იმას არ ამბობ ხმამაღლა, იმიტომ რომ გეშინია ვიღაცამ რაღაცა არ თქვას, პირდაპირ ცოდვაში ხარ იცოდეთ რა. დიდება იესო ქრისტეს ამენითა. ნანა ამბობს დიდება, ამინ. ირაკლი ამბობს ბოლო დროს ეკლესიის ეზოებში ბიძებზე მეცხადება გამოსახულება. ბიძებზე? ხვდები მაგას საყვარელო, ამბობს ნონა. პირადში გამოგიგზავნით თამარ. კარგი. ხო, ნუ ესია რა, ანუ იცოდეთ რა, მეგობრებო, აღვდგეთ რა. მე მაგალითად მართლა ძალიან დავიღალე უკვე და ბევრი დროც აღარ გვაქვს რა. აღარ არის ბევრი დრო უკვე რა. თუ არ აღვდგებით, ბევრი დრო აღარ არის. ანუ კიდე რა სასწაული გინდათ რომ მოხდეს, რომ კიდე აი უბრალოდ მითხარით რა, თამარ მეფე, თქვა თამარ მეფე. დაკვირდეთ ქალი. როდესაც საქართველოს გაუჭირდებოდა, ის კვლავ მოვიდოდა. აი მითხარით, თქვენ როგორ წარმოგიდგენთ თამარ მეფე როგორ მოვიდოდა, ისევ გვირგვინით და ისევ იმით ამ დროებაში, როდესაც მთელი ჯოჯოხეთი აქა დედამიწაზე ამოსული? ვინ დასვავდა თამარ მეფეს ისევ მეფედ? ვინ მისცემდა მაგას ძალაუფლებას? ერთადერთი რაც შეეძლო თამარ მეფეს მოსულიყო, როგორც აი ჩვეულებრივი კი არა, აი როგორც ქრისტე შემოაჯდა ვირს და შევიდა და ისინი ხომ მოელოდნენ ქრისტეს, რომ აი შემოვიდო და დიდებით ქრისტე. ვირზე შემოაჯდა ქრისტე და ისე შევიდა იერუსალიმში და ვერ იცნეს. ეგრე ნუ მოგივათ რა. თამარ მეფე არ მოგივათ აქ ბრწყინვალე და ესე და თამარ მეფე ჩვეულებრივად როგორ გაცოცხლდეს, სახელით გაგიცოცხლდა, გარეგნულად გაგიცოცხლდა, გენეტიკურად გაგიცოცხლდა, კიდე რაღა უნდა მოახდინოს, რომ გაგიცოცხლდეს თამარი რა.
აი მითხარი კიდე რას ელოდით თამარისგან რომ გაგიცოთ და მაგას თავი დავანებოთ ენა გაგიცოცხლოთ ამენით საუბრობს ჩემ თავზე ვამბობ მესამე პირში აი მითხარით კიდე რასელი თამარისგან რომ დამტკიცდეს აი რომ დაგიმტკიცდეთ რომ თამარი დაგიბრუნდათ რა დიდებას ოქროებს და ვერცხლებს თუ რასელი თამარისგან მითხარით შეუძლებელი შეძლო თამარმა მითხარით აი წარმოუდგენელი რაღაცა მოახდინა თამარმა რა თქვენ ვერ წარმოიდგენთ ისეთი რაღაც გააკეთა თამარმა რომ მე ჩემი ცხოვრების მანძილზე რომ გადავხედო ჩემს ცხოვრებას მაგარი აი ადამიანი თამარი ყოფილა ძალიან მაგარი ვინმე რა როგორ მოახერხა ეს პროსა მე მიგვირს აი ჩემი თავის მიგვირს რა ხალხო გეუბნებით რა როგორ მოახერხა არ ვიცი ესე ძალიან მაგრამ როგორ უნდა დასვა ისე გენეტიკაზე სახელზე გარეგნობაზე შენი თავი მე არ მესმის უბრალოდ დღემდე არ მესმის ამ ვითარებაში ვარ და დღემდე არ მესმის როგორ მოახერხა თამარმა ეს აი თქვენ თუ გააქვთ პასუხი როგორ მოახერხა თამარმა ეს რა გააქვთ პასუხი მე ძალიან ბევრი პასუხები მაქვს უკვდავები რო ვართ ისიც ანუ გამეცა მაგაზეც პასუხი ჩვენ ვართ უკვდავები ხალხო ჩვენ შეგვიძლია თუ სულ მას სასუფეველი დაიმკვიდრა ნებისმიერ დროს როცა გვინდა მაშინ დავიბადოთ გესმით პორტალში შემოძრომა რა არის ჩასახვის მომენტი რა არის ჩვენ გონიათ პორტალში შემოძრომა არ არის ჩასახვის მომენტი ორი სივრცე ერთდროულად შეეჯახება ერთმანეთს და იქმნება იქ სხვადასხვა სივრცეები და იღებს განვითარებას და განვითარებას რა განის ვითარებას იღებს რა განისა და ველის ვითარებას იღებს აგერ ხედავთ თამარმა თავისი თავი აღიდგინა იმ ინფორმაციული ველით რომელიც წამოიყოლა თავისივე ცხოვრებიდან აქ აი სად დრო და სივრცე სად იშლება და ინგრევა მთლიანად რა დრო და სივრცე მარცხდება ზუსტად ამით რომ რეინკარნაციით და არ უნდათ ამ სასულიერო პირებს რომ რეინკარნაცია იყოს მაინც და ეშინია და გული უსკდებათ გეგონება რეინკარნაცია იმაზე უარესი იყოს რაც დღეს საპატრიარქოში ხდება გული უსკდებათ აღდგომის ხო ხედავ რომ მადლობას გვიხდიან რომ კარგი ქენით რომ გადადეთო მეორეთ მოსვლაო ქრისტესთან შეერთებით მოახერხა მე ასე ვფიქრობ. მოახერხა აბა ქრისტესთან შეერთების გარეშე ამ დედამიწაზე კიდე ვინ შემოგიშვეს მეორედ. ამიტომ ხდება აღდგომა. აღადგენს ყველა თავის სული ხო დედის მუცლიდან აიღებს ხორცს. ასე წერია იოანე ნათლისმცემელზე ელიას მსგავსად, ელია იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც დედის მუცლიდან ხორცი აიღო და ამიტომ ამბობს, რომ ისინი არ კვდებიან, ისინი არ განიცდიან ხორციელ სიკვდილს. არც ერთი ხორციელ სიკვდილს, ახლა მე რაც არ უნდა მომიყვეთ, რომ თუ შენ მოკვდებიო, ხორცი მოკვდება, მაგრამ სული, აგერ კიდე აქ ვდგავარ, გეუბნებით რა, ვიყავი აქ ვარ ისე. 800 წელი გავიდა მეტიკე. ამიტომ მე ვერ მომატყუებენ ესენი რომ მომკლავენ რამით რა თუ უნდათ ხორცი წაიღონ აგერ ჩემი წინაკაბა სადღაცა დევს აგერ ვიპოვით იმასაც მაგრამ ეს ხორცი ხო ისე აღვიდგინე ზუსტად იგივენაირად ამას რას უშვებიან იცით ბეთანის ეკლესიაზე სადაც თამარის სრული სახე არის წარმოდგენილი ხალებს უმალავენ იქ გადაფხაჭნეს კერა და გადაფერადეს ხალები აი ამას უშვებიან ეგენი იმის მაგივრად რომ გაუხარდეთ რომ თამარი აღდგა, თამარი დაბრუნდა რა. იმის მაგივრად რომ ეს გამოიკვლიონ ეს და არა იქ ფრესკები უნდა გადაასხვანაირონ თამარის აღდგენა რო არ მოხდეს, გესმის? აი ამას აკეთებენ, ამ დონეზე არიან დასული სასულიერო პირები. ვერ დამალავენ იმ ხალხს, გეუბნებიან რა. მამები უკვე როდიდან წინასწარმეტყველებენ ამას, ხო? და აფრთხილებენ სრულიად სასულიერო პირებს. იმ ხალხს ვერ დამალავენ. იმ ხალხს თამარი ქვია და აგერ დგას თამარი თქვენს წინაშე, არ ვიცი რა.
იმ ხელას არის კოთემებს შევეხე, რომ ვინც დღემდე ამ თემებს შეეხო, ყველა მოკლეს. ყველა მოკლეს. გინდა მჭხიბაობით და გინდა ისე. რამდენს ცდილობენ ალბათ ჩემზეც და ვერ ახერხებენ მადლობა უფალს. დაცვა მაქვს მე და იმიტომ ხალხო რჩეულებს ვერ მოიშორებენ თავიდან. ვერ მოიშორებენ თავიდან რა. ესე იგი თქვენ თამამად მეფე ხართ? ნანა თამარ მეფე 1185 წლიდან 1199 წლამდე ვიყავი თუ არა და ეხლა ვარ თამარი. აი ეხლა 1985 წლიდან დავიბადე თამარ ინასარიძეთ. და 1165 წელს როგორც ესე ამბობენ, არა და 1156 წელს დავიბადე, როგორც თამარ ბაგრატიონი. ანუ ორჯერ დავიბადე. ხო ესეცილოა? არ არის ასეცილო, მეგობრებო, ძალიან სერიოზულ თემას ვეხებით. ჩვენ რამდენჯერმე ვიბადებით? ხორბალს რატო ახვედრებთ აღდგომას? რატომ? ხორბალი რამდენჯერ ამოდის? ბევრჯერ. ჩვენც ბევრჯერ ვიბადებით, გესმის? ხორბალი ისე ტყუილა მოფიქრებული ის არ არის, რომ ხორბალი უნდა დავახვედროთ აღდგომას. თორნიკო სოხუმელი სასულიერო პირები არიან, რომ შავსიაში ვართ, მაგრამ მთავარი ღმერთია და არა საქართველოს ძლიერები აგიჟებ ხო ხალხს. თორნიკო არ ვაგიჟებ ხალხს, მე ვუყვები სიმართლეს. ვინც გიждდება ის ძალიან დაბალ ვიბრაციებში და ვინც იგებს ის უკვე მეექვსე განზომილებაშია გასული. მეექვსე განზომილებაში თუ არ გახვედით, რა ვიცი, ძალიან სად რჩებით, არ ვიცით, მე ვეღარ გხედავთ უკვე თქვენ. ვინც მე-5 განზომილების ქვემოთ ხართ, მაგრამ აი მეექვსე განზომილებაში ვინც ამოხვედით უკვე და ვინც სულ ცოტა იგებთ მაინც ამ საკითხს, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა, რეინკარნაცია არის ამასოფლისა ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლოებათაგანი გარდაცვალება და დაბადება, კვლავ დედის მუცლიდან მოხვალ, კვლავ დედის, როგორც იობი ამბობს, ხო? დედის მუცლიდან დავიბადე შიშველი და კვლავ დედის მუცლიდან დავიბადები შიშველი, ესე იგი იობი ამბობს, რომ ძველ აღთქმებში ძალიან ბევრგან არის გაპარული ეს რეინკარნაციის თემები. რამდენჯერ უნდა კიდევ ერთხელ არის ესე იგი ძველი ქართულ წერილში სახარებაში როდესაც კაცი ერთ-ერთი ღმერთთან ჩივის, რომ კიდევ რამდენჯერ უნდა დავიბადო, რომ შენამდე მოვიდეო, გამაგებინეო, ანუ კიდევ რამდენჯერ უნდა დავიბადო, ეს ამოიღეს. აბსოლუტურად ყველა ფრაზას იღებენ, რაც რეინკარნაციასთან მიდის. რატომ? იმიტომ რომ არ გაანდონ ადამიანებს, რომ შენ კიდევ დაიბადები, სულ შიში აპყოფებენ, სულ შიში. იქ მოხდები, აქ მოხდები, ადამიანი გადის ორ საიდუმლოებას იქამდე, სანამ არ განიღმრთობა დაბადებას და სიკვდილს. სანამ სული არ განიღმრთობა, ხო? სანამ სულ არ განიღმრთობა, სულ. მეექვსე კი არა ბიძინა, მიშა და ილია მეორე გონიათ გადამრჩენელი მესამე განზომილების პარაზიტები. ხო და იყვნენ ეგ თავიანთ განზომილებებში ამოიხრჩობიან ეგენი. სულ გონებაში მყევ ხარ მაგის გამო, რომ არაფერი დაგიშავონ, მართლაც ისეთი თემები წამოიწიე, გააჟღერე საჯაროდ საშიშია იმ ურჩხულების გარემოცვაში, ვინც გვახვევია სრულიად ყველას. ნუნა მაგისი ნუ გეშინია, იცი რატო? მაგათმა იციან, რომ თუ ამ ადამიანს რამეს დაუშავებენ, აბსოლუტურად ყველა არის განწირული გაქრობისთვის რა.
ეგენი ყველანი გაქრებიან, ამიტომ ხელს ვერ დაადებენ ამ ადამიანს. იმ ქალს ხელს ვერ დაადებენ, რომელ ქალზეც საუბარი იყო და ეს ქალი თამარია და თამარი ვინც არის აგერ ვხედავთ. საქმე იმაშია, რომ ამ ცნობიერების მიღწევისთვის ძალიან დიდი ტანჯვის გზა გავიარე მე თვითონ თავად რა. ცხოვრებამ ძალიან გამომწურთნა. აი როგორ გამომწურა, იცით? როგორც მარგალიტი, კი არა და ისა ალმასი. მპრესა და მპრესა. არ გიგონოთ რომ ადვილი გზა მაქვს გავლილი რა. ყველაფერი რაც კი მომიპოვებია ჩემი ძალებით. ისა უკაცრავად ღვთის ძალებით, მაგრამ ჩემი ნებით არავინ არ დამხმარებია ამ დედამიწაზე კეთილი ადამიანების გარდა რა. ისიც თუ ვინმე დამხმარებია იმ დოზით, რომ იმაზე მეტი აღარ, იმაზე მეტი უკვე მე უნდა შევძლო, გესმის? ეს არ არის მხოლოდ სამყაროსეული გამოცდილებები, ეს არის ემოციური გამოცდილებებში ძალიან გამომწვრთა ღმერთმა. აქედან გამომდინარე, გამატარა სრულიად ჯოჯოხეთი. სრულიად ჯოჯოხეთი გამატარა რა. საბოლოო ჯამში იქ მიმიყვანა, სადაც უნდა მივსულიყავი, რომ არც იმის მეშინია, არც იმის და არც შენი და არც ხვისი, გესმის? აი სიკვდილის სახით თვალებში ჩავხედე და всё. სიკვდილისაც არ მეშინია. არაფრის არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი რომ სიცოცხლე რა არის, ვიცი რომ ისევ დავიბადები. თამარმაც იცოდა და ეუბნება თავის ხალხს გარდაცვალების წინ, როდესაც ანდერტს აწერინებს რომ უახლოვდები ამას სოფლისა საიდუმლოებასა, ნუ მომიხსენიებთ ცუდათო, რაც მე არასწორად გავაკეთე, თქვენ გააკეთეთ უკეთესათო, გესმის და ჩემ შვილებს მიხედეთო, ანდერტს უბარებს თამარი. გემშვიდობები და კარგად იყავით, კი არ ეუბნება? უახლოვდები ამ სოფლისა საიდუმლოებასა, უცხოსა. საიდუმლო არის ეს მისთვის, რასაც უახლოვდება. საიდუმლო არის ის დაბადებაც. საიდუმლო არ არის, აბა როგორ აღადგინა თავისი თავი კიდე თამარმა. თუ თქვენ გონიათ რომ ეს დამთხოვებია ყველაფერი რა, ვისაც დამთხოვები შეერა, ის დამთხოვულია. და ვისაც ღმერთის გეგმის შეერა, ის ღმერთიანია. ფერის ცვალებებით ჭეშმარიტად გვეცვალოს ფერი, არა როგორც ქამელეონს და გველს, არამედ ადამიანს, ადამიანობის შიგნით, აბა დროებით წარმატებებით ისურვებთ ქრისტეში. მადლობა თორნიკე. ფერის ცვალება არის ზუსტად ხო გუშინ წინ დაიწყო. მესამე დღეს, აი საინტერესო ხვალ ძალიან საინტერესო დღე იქნება 22. 22 აქვს თამარ სხვათა შორის თავის ინიციალებზე დაყოლილი. და 22 ჩემთანაც დომინირებს, აი 22 რიცხვი ძალიან მჭირდება. აი როგორ დაემთხო მე არ ვიცი, აი დამთხოვლები არ ვართ მეგობრებო, ჩვენ ვართ ღმერთის გეგმას მიყვებით რა და ღმერთის გეგმა, მამაზეციერის გეგმა არის ის, რომ მე ხვალ ვიყო უშკულში. აბა კარგად, გემშვიდობებით, მეც დავიღალე უკვე ლაპარაკით, ხვალ შემოგიერთდებით, იმედია შემოგიერთდებით და ყველაფერი კარგად არის. თუ იქნება დაჭერა, შემოგიერთდებით ინტერნეტის დაჭერა მაგას გულისხმობ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.